ნინო დაათაშვილის სოლიდარობის აქცია ამ წუთებში იკრიბება თავისუფლების მოედანზე. ჩემს ზურგს უკან ხედავთ ბანერს, რომელიც რამდენიმე წამის წინ გაიშალა. არ გაბედო სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოყენება და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს არის დღევანდელი საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილი, რადგან ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ნინო დაათაშვილი ყოველ წუთიერად ახლაც ელოდება, როდის შევლენ მის საკანში და როდის დაიწყება მისი ეტაპირება იძულებით ექსპერტიზაზე. რამდენიმე აქციის მონაწილეს მინდა რომ პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ. მოგესალმებით. მინდა რომ ამ ბანერთან დაკავშირებით ვკითხოთ პირველ რიგში, იყენებს თუ არა დღეს ხელისუფლება და მართლმსაჯულება სადამსჯელო ოპერაციად სწორედ ფსიქიატრიას. რა შთაბეჭდილება გრჩებათ ბოლო დღეებიდან გამომდინარე? როგორც მე გავიგე, სრულიად სხვა დიაგნოზზე ნინოს MRT-ს მაგივრად უნდა გაუკეთონ ექსპერტიზა, რა ქვია, ლაბილური ფსიქიკის და მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად საბჭოური რაღაცა რემინისცენცია არის და დაუშვებელია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი ჩვენ არც ვიცით მათი სახელები და გვარები, ვინც ასე იყო დასჯილი 70-იანებში, 80-იანებში. ანუ გვიანი იმის საბჭოთა კავშირის დროს და სტალინის დროსაც ესეთი სადამსჯელო ფსიქიატრია იყო. კაი, ნუ ახლა შეიძლება არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში ჩვენ ვიცით ფილმები ცნობილი, მაგრამ დაუშვებელია 21 საუკუნეა. რა ვიცი, დემოკრატიისკენ მივდივარ და ნუ არ შეიძლება დაუშვებელია, იმიტომ რომ ყველას გვეხება. ძალიან დიდი მადლობა. ნინო დაათაშვილი არის პედაგოგი, ეს ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია და ბუნებრივია, რომ დღეს აქციაზე დგანან მისი კოლეგები. ქალბატონო, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ როგორც ნინოს კოლეგას ამ შემთხვევაში ასე მინდა რომ გკითხოთ, ხართ კონკრეტული გზავნილით მოსული, სოლიდარობას უცხადებთ ნინოს, რა გაქვთ დღეს სათქმელი? დღეს პირველეს ყოვლისა დავიწყებ იმით, რომ თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და მერე ვიტყვი იმას, რომ სისტემას რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ეშინია ქალების იმდენად რამდენადაც ეს სისტემა დგას ბოროტებაზე და ქალთა ჩაგვრა და ის რომ ქალმა ხმა არ ამოიღოს, არ იბრძოლოს, არ კონდეს საზოგადოებაში ადგილი. თავისთავად ცხადია, რომ მათთვის ეს ყველაფერი ძალიან ისეთი გზავნილია, რომ ეს ქალები როგორღაც გაგუტეხონ, წაგვართვან ხმის უფლება. თავისთავად ცხადია ის, რომ ნინო არის მასწავლებელი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის არის სამოქალაქოს მასწავლებელი და მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელი ზუსტად უნდა იყოს, ასეთი უნდა იდგეს ნორმალური ღირებულებების სადარაჯოზე და უნდა იდგეს ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე და ნინო არის ასეთი. მე ძალიან ვწუხარ, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი ამ რეჟიმმა აქცია თავის მონად და ჩვენ თუ შევადარებთ ერთმანეთს იმ მაგიდის ქვეშ შემძვრალ ღირსებააყრილ პედაგოგებს და მასწავლებელს, რომელიც ამ წუთას ამ თავისი ღირსეული ბრძოლის გამო არის პრაქტიკულად ტყვე, ძალიან ნათელი გახდება, საით არის სიმართლე და სად უნდა ვიდგეთ ჩვენ ყველანი მისი პედაგოგებით და მე ვფიქრობ მთელი ქართული საზოგადოებაც და ასევე ვფიქრობ, რომ ამ ერთეული გმირების სინათლე იმ დიდ სიბნელეს გადაწონის, იმიტომ რომ პრინციპში არც ისე ცოტანი არ ვართ გუშინ მე პლაკატებით დავდიოდი მეტროში ჩემი კონკრეტული გზავნილებით და იქ კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია საღადმოაზროვნე, ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს სად არის ქვეყანა და სად ვართ ჩვენ და რაღაცა აუცილებლად მოხდება, რაც დიდ ტალღებს გამოიწვევს და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნინოსაც დავიხსნით და არაფრით არ დავაბრუნებთ იმ დროს და სხვათა შორის მე ვარ მომსწრეთ 11 წლის ვიყავი, როცა ნაზი შამანაური დააპატიმრეს ბაჟაობაზე ჩარგალში. მე ეს ამბები ძალიან კარგად მახსოვს და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნინო არ გაიმეორებს ნაზის ტრაგიკულ ისტორიას, იმიტომ რომ დღეს სხვა ამბავია, სხვა კონტექსტია და მე მინდა მას მიმართო, რომ ჩვენ ქართული საზოგადოება არაფრით არ მივცემთ უფლებას სისტემას, რომ ის ტრაგიკული ისტორია განმეორდეს.
დიდი მადლობა. სამოქალაქო აქტივისტებსაც გავესაუბრები, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორები არიან. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. დღევანდელი აქციის გეგმაზე მინდა რომ მკითხოთ. აი დღეს შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე ნინოს სოლიდარობისთვის. რას ვაპირებთ? შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენა? გადავდივართ ეხლა და დავდგებით წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო წრეზე. ყველას აქვს ბანერები, ნინოს ფოტოები ამობეჭდილი. ყველას ბანერზე აწერია ის რის თქმაც უნდა. ეს აქცია არის ნინოს მხარდასაჭერი და იმის გასაპროტესტებელი, რასაც ნინოს უპირებენ კერძოდ აი ამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას და ზოგადად გაპროტესტება იმის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და მხარდაჭერა ნინოსი და ყველა პოლიტიკური პარტიის. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ნინო დათაშვილის წერილი გავრცელდა ციხიდან, რომ თუ კი შეჩერდება პროტესტი, რომელიც არის უწყვეტი ბოლო 250 დღის განმავლობაში, ყველა აქტიური ადამიანი აღმოჩნდება საბოლოოდ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ან ციხეში. შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ამონარიდი ნინო დათაშვილის წერილით. ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის. ყველას გიყურებთ და ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება. ყველა ან ციხეში, ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა. მანქანა ვერ გაგჭყლეთს, ვერც ინდივიდებს და ვერც ქართველ ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. გავიმარჯვებთ სახელოვნად. ნინო დათაშვილის სოლიდარობის აქციას ხალხი ნელ-ნელა ემატება. 8 საათზე იყო დაანონსებული. ამ წუთებშიც იყრის უამრავი ადამიანი თავს ნინო დათაშვილის სოლიდარობის გზავნილებით. სულ ცოტა ხანში კი უკვე დაიძრებიან, ისინი გადავლენ ქუჩაზე წრეს და არტყამენ, როგორც უკვე მოისმინეთ წმინდა გიორგის ობელისკს და ამ საპროტესტო გზავნილებით უკვე იმ ადამიანებს, რომელიც დღეს თბილისის ცენტრში გადაადგილდებიან, საკუთარ პროტესტის ხმას ამ ფორმით დაანახებენ.